უკან მომავალში ასლან აბაშიძის ყოფილი პროკურორი, პოლიციის ყოფილი უფროსი, აბაშიძის ყოფილი მოადგილე და აჭარის გარემოს დაცვის ექს-მინისტრის უკვე ივანიშვილის პოლიტიკური გუნდია. მილიარდერის არჩევანზე დუმან აბაშიძის წინააღმდეგ მებრძოლი რესპუბლიკელებიც რატომ იზიდავს ივანიშვილს ნაფტალინის სუნი და რამდენად კარგად შეინახეს თავი აბაშიძის ერთგულმა მსახურებმა დღემდე. განარქევებული სახეების ახალნაკაცთვალი მაკა ჩიხლაძემ გადაავლა, რომელიც თემის დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება მაკაგის. გიორგი, ჯერ კიდევ 10 თვის წინ, როდესაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია ქართული ოცნება ფუძნდებოდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მაშინ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა უკვე ცნობილი განცხადება, უნდა დავიბრუნოთ წარსული, რათა ავაშენოთ მომავალი. მაშინ ამ განცხადებისთვის განსაკუთრებული ყურადღება არავის მიუნიჭებია, თუმცა ეს თემა განსაკუთრებულად აქტუალური გახდა სწორედ ამ 10 თვის განმავლობაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა კიდევ უფრო გაახშირა ამ ადამიანების საკუთარ გარემოცვაში გადმოზიდვა, შევარდნა ხელისუფლების ნაშთს არ დაჯერდა და დღეს უკვე წინა საარჩევნოდ ის ღიად ასახელებს აჭარაში ხელისუფლებაში მოსასვლელად სწორედ ასლან აბაშიძის უახლოეს გარემოცვას. ასლან აბაშიძის საყვარელ ცხოველებსა და ფრინველებს ქართული ოცნება ძველი პატრონის ნახვის შანსს აძლევს. დავით ანანიძე ასლან აბაშიძის პროკურორი ბიძინა ივანიშვილმა დეპუტატობის კანდიდატად ქედაში წარადგინა. ზია საგინაძე ასლან აბაშიძის პოლიციის უფროსი ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხულოში წარადგინა. შოთა ზოიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველის მოადგილე ქართულმა ოცნებამ დეპუტატობის კანდიდატად შუახევში წარადგინა. ზურთხილაიშვილი აბაშიძის დროინდელი მთავრობის წევრი და გარემოს დაცვის მინისტრიც ივანიშვილის მაჟორიტართა სიაშია. მილიარდერს ნაფტალინის სუნი იზიდავს. ასლანის რეჟიმთან ბრძოლით ერთ დროს თავმომწონე რესპუბლიკელებს კი ეს გარემოება აღარ აღიზიანებთ. ღირებულებათა გადაფასება საკუთარ თავზე ფასის დადების შემდეგ ადვილად შეძლეს. არა, პიროვნებას კი არ უნდა მოუხადო ბოდიში, რეჟიმს უნდა მოუხადოთ. ჩვენ ცუდი შევცვალეთ უარესით. ჩვენ რეჟიმი უნდა დავასრულოთ და მე ამაში პირადად მივიღებ მონაწილეობას. ბოდიში მოხდილია. ასლანის თანაგუნდელები კი დეპუტატობისა და ხელისუფლების ხერხემალში გადასატეხად გამზადებულები. თბილისში კისერი მოიტეხა ნაციონალურმა მოძრაობამ. ქუთაისში ხერხემალში გადაწყდება. ბათუმში კიდურები დაემსხვრევა. და თელავში გული და ღვიძლია მოეცლება. ეს იცოდეთ ასე. აგრესიას პერიოდულად ნოსტალგიით ცვლიან. ქართული ოცნება წარსულს უბრუნდება. მე 7 გრძელი ჩაზნექილი სკამები მომენატრა შენს ბულვარში ჩემო ბათუმო. ისე მომენატრა, როგორც ამ სკამებს ზამთარში მოენატრებათ ადამიანთა სხეულების სითბო და ვნებიანი ბაგეებით გადახილი ღამეების სურნელი. აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენ სპეცს. აუცილებლად გავთმებით და გავათმობთ ერთმანეთს. აღვიდგენთ ბათუმელობის საოცრად ლამაზ ტრადიციას და კვლავ დავდგებით ჩვენი ქალაქის შემოსასვლელში. ქალაქისა და რეგიონის შემოსასვლელში ერთხელ უკვე იდგნენ. ჩოლოქისა და სეპარატიზმის გამეორებას ვარდების ხელისუფლება აღარ აპირებს. მესმის რომ ასლან აბაშიძის გაგდებაც არ ეპიტაება ბერუს და გუშინწი გამოაცხადეს რომ ბოდიში უნდა მოუხადოთ ასლანსო თურმე ფუ ეშმაკს და ეს ყველაფერი მესმის და უბრალოდ მესმის რომ შეიძლება არ მოგწონდეთ თვალში არ მოგდივიოდოთ და არ მოგწონდეთ არც თავრობა და არც სააკაშვილი მაგრამ წყალსაც წაუღივართ მეც და ყველა განსხვავება არ უნდა იყოს პუტინსა და თქვენ შორის მე ამ ხალხს მინდა მიმართო. ის ხომ პუტინია და თქვენ ხომ ქართველები ხართ ხალხო. დადგა დრო დაუბრუნოთ საქართველოს წარსული. დაუბრუნოთ საქართველოს წარსული. ამ დროის შემოქმედები მილიარდერმა აჭარამდე დანარჩენ საქართველოში გააცოცხლა. 8-არიანი და გაუცემელი პენსიების სავიზიტო ბარათი ოთარ ხუფენია. არსულს საექიოში პენსიას ვერ გაუგზავნა. შიოდა ჯარსაც. ფეხშიშველი ჯარისკაცების მინისტრიც გამოჩნდა და გაქრა ოცნების გარიჟრაჟზე. წარსულში დასაბრუნებლად ივანიშვილმა ქართული ოცნების პრეზენტაციაზე ვაჟა ლორთქიფანიძეც დაპატიჟა.
რა თქმა უნდა, მე მას დღეს აბსოლუტურად კაფეოთ უჭერ მხარს და ვთვლი, რომ ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფიგურა. გუშინ თუ გუშინ რა ყოფილა, ვაჟა ლორდ ქიპაინძე. დიდი ანტიკორუფციონერი და დიდი მოამაგე საქართველოს. შოულებრივი კორუმპირებული ქურდ ბაცაცა. ეს ხელისუფლების პოზიციაა. ოპოზიცია კი ცდილობს. ასე გაჩნდა მეოცნებეთა რიგებში შევარდნაძის გუბერნატორი დავით დარახველიძე. ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ყავს ძალიან ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატი და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ასე კარგი მინისტრები იყვნენ ბაბუს ეპოქაში დავით ონოფრიშვილი და ნოდარ ხადური. სეკვესტრირებული ბიუჯეტის დიდ ოსტატები და ახლა უკვე ოცნების მაჟორიტარები. რა თქმა უნდა, რაღაც კითხვები ყველაზე არსებობს. უნიკალური ადამიანები არ არსებობენ საერთოდ და იდეალური ადამიანები არც უნდა ვეძიოთ. ყველას აქვს თავისი პატარა შეცდომები და წარსულში შეიძლება პატარა შეკითხვები ყველას დაესმებოდეს. ახალ სახეებში ალბათ თამაზ თამაზაშვილის ვაჟს მიიჩნევს. დედოფლის წყაროში რომ დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. ან შესაძლოა ამავე თამაზაშვილის სიძეს ირაკლი ღარიბაშვილს. ბიზნესის მერე რომ პოლიტიკა უნდა ასწავლოს. ვანო კიღურაძეს სწავლება არ სჭირდება. მან 1995 წელს კარუსელებით ჩატარებული არჩევნების გამარჯვებულად მოქალაქეთა კავშირი CSKO-ს თავმჯდომარის რანგში თავად გამოაცხადა. ამისთვის გასამრჯელოდ ვინ რამდენი აიღო არავინ იცის. თუმცა შევარდნაძის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ყოფილმა პირველმა დიპლომატმა თედო ჯაფარიძემ მილიარდერისგან საახალწლო პრემია უკვე აიღო. დადგა დრო დაუბრუნოთ საქართველოს წარსული. აღსანიშნავია ის, რომ ამ განცხადებასთან ერთად, სადაც წარსულის დაბრუნებაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, აქტიურად საუბრობდა ის ყველა წარდგენისას, როდესაც საკუთარ გუნდს ან მაჟორიტართა სიას წარმოადგენდა, რომ მან ხალხის დაკვეთა შეასრულა და ახალი სახეები მოიძია, თუმცა ჩვენც რომ არ შეგახსენოთ, უკვე ამათი თვის განმავლობაში საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ახალი სახეების ნაკლებობას ნამდვილად განიცდის და ამ გუნდში შევარდნაძის მთავრობის გადმონაშთებთან ერთად მრავლად არიან ასევე ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ოჯახის წევრებიც. ასეთი შემთხვევები იყო როგორც სვანეთში, ასევე იმერეთში, ხონის რაიონშიც.